თბილისში საგუნდო მუსიკის მე-7 საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა, რომელიც 2011 წელს თბილისის მერიის ხელშეწყობით და ხელოვნებათმცოდნე მაია ჩაჩავას ინიციატივით დაარსდა. მისი მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია. შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან და მათი შემოქმედების გაცნობა ქართველი მსმენელისთვის. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში არსებული აკადემიური და ბავშვთა გუნდები, პროფესიული კოლექტივები უცხოეთიდან, ახალგაზრდული კამერული გუნდი რაფსოდია მოლდოვიდან, ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემიის რუსული გუნდი და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა. ფესტივალი მე-7 წელია ტარდება საქართველოში, საერთაშორისო სახე აქვს მიღებული მეორე წელსვე. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი იმით, რომ ჩამოდის უცხოელი შემსრულებელი და ისმენს ჩვენ ქართულ გუნდებს. ყოველწლიურად ძალიან კარგი რეზონანსი აქვს. წარმოიდგინეთ, საქართველოში უამრავი გუნდია. კლასიკურმა მუსიკამ იმდენად წინ წაიწია, იმდენი კომპოზიტორები გაჩნდა ნიკო სულხანიშვილიდან დაწყებული დღემდე და ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს გუნდები შიგ ჩართულები არიან ბევრი ახალგაზრდა, დიდი სულიერება ამაში კლასიკურ მუსიკაში და დიდი მადლობა ყველა მონაწილეს. აღსანიშნავია, რომ სოხუმში 80-იან წლებში შექმნილი ბავშვთა ინტერნაციონალური კაპელის შემოქმედებითმა მემკვიდრემ აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ თბილისში 2007 წელს განაახლა მუშაობა და წლევანდელი გამოსვლა გარდაცვლილი მაესტროს გურამ ყურაშვილის ხსოვნას მიუძღვნა. დაარსებიდან დღემდე კაპელა არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ჟანრი ისე თუ ასე გამოცოცხლდა საქართველოში. ეწყობა საგუნდო ფესტივალი, აგრეთვე საგუნდო კონკურსები და ეს ძალიან დიდი ბედნიერება ჩემთან ერთად გუნდი ესეთ სერიოზულ ღონისძიებაში პირველად მონაწილეობს და ჩემი მხრიდანაც და გუნდის თითოეული მომღერალის მხრიდან მაქსიმუმი იყო გაკეთებული საკმაოდ მცირე დროში. მე მინდა მათ ძალიან დიდი მადლობა უთხრა. დღევანდელი ჩვენი გამოსვლა მიუძღვენით ბატონ გურამ ყურაშვილის ხსოვნას. ის ჩემთან ერთად დირიჟორობდა, ჩემს გვერდით იდგა და დიდი მადლობა მინდა უთხრა მას ყველაფრისთვის, აი ღვაწლისთვის, რაც დაგვიტოვა. საკმაოდ წარმატებით ჩაიარა დღევანდელმა დღემ. თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე ჩვენ დაარსების დღიდან ყოველწლიურად ვიღებთ მონაწილეობას და წელსაც რა თქმა უნდა არ ყოფილა გამონაკლისი, დღეს შევასრულეთ. ორი ნაწარმოები, ერთ-ერთი იყო ბატონი გოგი ჩხლაიძის სალაღობო, რომელიც კონკრეტულად ჩვენთვის დაწერა და საერთოდ ძალიან გვიყვარს ბატონი გოგი და მისი ნაწარმოებები ხშირად ვასრულებთ. ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით გურამ ყურაშვილის ოჯახის წევრებს გადაეცათ სიგელი და მედალი, რომელიც მაესტროს გარდაცვალების შემდეგ სპეციალურად მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. საქართველოს ყავდა არაჩვეულებრივი მუსიკოსი. წყინვალე ადამიანი, რომელმაც დააფუძნა ძალიან კარგი გუნდი. ეს არის აფხაზეთის კაპელა, რომელიც ძალიან წარმატებულად მუშაობდა ამდენი წლის განმავლობაში და შაშან ზუსტად ამ დროს გარდაიცვალა ბატონი გურამი და საგუნდო მუსიკის ფესტივალმა გადაწყვიტა, რომ დაეჯილდოვებინა გარდაცვალების მერე ბატონი გურამი მედლით, საპატიო სიგელით და მისი სახელი დაუვიწყარი იქნება ქართულ საგუნდო მუსიკაში. გურამ ყურაშვილმა დაარსა ეს კაპელა და 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ნამდვილად ძალიან სასიამოვნო საღამო იყო და ბევრი ლამაზი კომპოზიცია გაჟღერდა დღეს. და დიდი მადლობა ამ ფესტივალის ორგანიზატორებს, მამაჩემის გურამ ყურაშვილის, ჩემი და ჩემი ოჯახის ასეთი დაფასებისთვის. თბილისის საგუნდო მუსიკის მე-7 საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაიხურა. ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით შესრულდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ოთარ თაქთაქიშვილის ორატორია ნიკოლოზ ბარათაშვილი, სოლისტების შერეული გუნდის, ვაჟთა ოქტეტისა და ორკესტრისათვის.
ფესტივალი ყოველწლიურად თბილისის მერიის დაფინანსებითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით გაზაფხულზე იმართება. მისი პარტნიორი და თანაორგანიზატორია საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.